მე ახლა წანისის თაობაზე ბოლომდე ვილაპარაკე კონტექსტუალურად ნახდება საქართველოში. პროფესიიდან გამომდინარე პოლიტოლოგი გახდა ვართ ჟურნალისტი. მოკლედ ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს ქართული ერის ჩანაცვლების პროგრამას. ჩვენ თავარი 100 ამ საკითხისა, რაც ხდება საქართველოში ამ უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში. უნდა ავიღოთ ეს. კაცი ამოვიდა სპეციალურად საიმისოდ, რომ საქართველოს დაუყურებელოს რუსეთს. ამისათვის რა არის საჭირო? ამისათვის საჭირო ის არის, რომ ქართული ერისში დეგრადაცია მოახდინოს ეს ყველაფერი და წანის ერთ-ერთი გამოვლინება არის ამის. რატო აკეთებს ამას ბიძინა ივანიშვილი? მაგალითად თვითონ ყობახიძემ განაცხადა, ხო? ოფიციალური სტატისტიკა 300,000 კაცია ჭამბოთ სახლებული. უცხოტომელი. ჩვენ ვიცით დაახლოებით ანალოგიური რაოდენობა გასული საქართველოსთან უკვე ამ რამდენიმე წლის მანძილზე, ხო? ჩანაცვლების პროგრამა მეტი კი არაფერია. მე გაგახსენებთ სუსლო ხრუშჩოვის ეგრეთ წოდებულ საოცნებო გეგმას, ხო? საქართველოს ქართველების გარეშე. აი ამას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. ეს ჩვენ თუ არ ვიცოდეთ და ჩვენ თუ დავიწყეთ იმაზე ლაპარაკი, რომ ბიძინა ივანიშვილი ცუდი პოლიტიკოსია, ან ცუდი მმართველობის სტილია, რაღაც ნიუანსების შესწორება დავიწყეთ, არა. ჩვენ ვართ დაპყრობილი ქვეყანა. საქართველოს დღეს არის კოლონია. ჩვენ გვაზის თავზე გენერალ გუბერნატორი თან ისე რომ ოფიციალური თანამდებობაც არ უჭერია ამის. ამას აკეთებს კიდევ ერთხელ ვიმეორებ საიმისოდო მოხდეს ქართული ერის ჩანაცვლების პროგრამა. რატო უნდა უნდოდეს რუსეთს ქართული ერის ჩანაცვლება? იმიტომ რომ ადვილი სამართავი იქნება. ქართველები მოექცევიან ეროვნულ უმცირესობაში, თავზე დააძლებიან არაბები, რუსები, რა ვიცი, მთელი მსოფლიოს საბომჟეთი, შეხედავთ, ადით ავტობუსში, ხო? აი წეღარ ველაპარაკებოდი მეგობრებს. ავტობუსში უმრავლესობა ვინ არის? ტრანსპორტში უმრავლესობა ვინ არის? უცხოტომელი. მე ნაკლებად მაღელებს ახლა ის ქსენოფობია, არ არის ქსენოფობია. ოდიშით. მე ვიტყვი ასე, ჭირსაც წაუღია მთელი მსოფლიო, თუ ჩემი ერი, თუ ქართველი ერი საქართველოში გადაშენდა. რაში მაინტერესებს მე? ანაჩენი რამე. რას აკეთებს ბორია ივანიშვილი? მე მას ბორიას ვეძახი ხოლმე. აი უყურეთ, მარტივი რაღაცა არის. 33%-ით გააძვირა ელექტროენერგიის საფასური, ხო? აი ამ დღეებში უკვე დაიწყო მოსვლა ქვითრება. და 15-20 ლარით მინიმუმ ზედმეტი უნდა გადავიხადოთ. რატო ვაკეთებთ ამას? იმიტომ რომ ბორია ივანიშვილი ამუშავებს საქართველოში დაახლოებით 30-ზე მეტ ბიტკოინების ქარხანას. ბიტკოინების ქარხანა კარგი ერთი ქალაქის ხელა ელექტროენერგიას ხარჯავს წელიწადში. დაახლოებით ეს არის მილიარდი, ხო? მილიარდი კილოვატი-საათი წელიწადში. საქართველოს ენერგომომარაგება არის 12 მილიარდი. წარმოიდგინეთ მასშტაბები. შეგახსენეთ, ბაჩიაშვილს მილიარდი დოლარი აახია. ეს იყო ბიტკოინებიდან გამომშავებული თანხა. ახლა შეადარეთ რა მასშტაბებში ტრიალებს ეს კაცი. რო ვიძახიან, რომ აი ბორია ბიძინა ივანიშვილი ასეთი და ასეთი ქველმოქმედია. 3 მილიარდი დახარჯაო, ხო თვითონ ამბობე. გავყვეთამ ლოგიკაში. 3 მილიარდი ეს არის 96 წლიდან მოყოლებული, ხო სამების საჩერება დაიწყო. 96 წლის მერე გავიდა 30 წელი. 3 მილიარდი რო გაყოთ 30 წელზე, წელიწადში გამოდის 100 მილიონი. 100 მილიონ დოლარს ხანი გლავზე არის ლაბარაკი. მარტო 100 მილიონ დოლარს შოვრობს ერთი კასპის ცემენტის ქარხანა, რომლის ექსკლუზიური პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი. მარტო კასპის ცემენტის ქარხანა. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ რას აკეთებს სხვა დანარჩენ საქართველოში. წყალტუბო ხო იყიდა, რა გააკეთა იქ? რამდენი წელია წყალტუბო ისე გავაერნებულია როგორც არის. არაფერი არ გაუკეთებია, უბრალოდ თათი დაადო. შარშან ბიუჯეტში არ შეიტანა დამატებითი ღირებულების გადასახადიდან 242 მილიონი ლარი. 242 მილიონი ლარი არის დაახლოებით, რა ვიცი, ნახევარი საქართველოს წლიური ბიუჯეტი, ზუგდიდების, ქუთაისების და ის. მაგდენიც კი არ არის.
რაც სპეციალურად არის გეუბნებით ჩამოსული გაანადგუროს ეს ქვეყანა დაანცეროს თავად ხო თქვა კაცო წადით გერმანიაში მაჭის საკრეფავადო გაყარა ხალხი აქედან და კიდე ყრის ეხლა რამდენი წავიდა ამ პროტესტების განმავლობაში აიქცა პლუს ამას ემატება სიძულჭირე ქვეყანაში ხო არ გამოსწორდება ეს ევროკავშირთან ამერიკასთან ურთიერთობების ჩაჭრის და ჩაბეტონების შემდეგ საქართველოს ბიუჯეტი არის კრიზისულ მდგომარეობაში. ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება. წერა რა გამოიარე აკადემიის წინ გაჩერებაზე დაუკვეთი განახორე კონტროლიორები ავტობუსების. 6 საათის შემდეგ მე ისინი არასოდეს არ მინახავს. საღამოსებს ეხლა ძიდგანა. როგორ ფიქრობ დატო? იმიტომ რომ ბიუჯეტს ავსებენ ამით. შეწყვიტა ევროპამ და ამერიკამ დახმარება 30 წლის განმავლობაში აყრდენ და აყრდენ მილიარდებს ეხლა აღარ აყრიან რუსეთს თავისი გაჭირვებიან საკუთარი ბიუჯეტი აქვს საჭველი იქ ლამის 40% დეფიციტი აქვს და წევიკილია ზუგანოვია კომუნისტთა ლიდერი ის გამოვიდა პირდაპირ ტექსტით მიმართა სახელმწიფო დუმის ტრიბუნიდან პუტინს 1917 წელი გულდება შემოდგომამდე თუ არ გამოვასწორებთ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ანუ რევოლუცია გვემუქრებაო. ხალხის მშიერი ბუნტის. ეგეთი ისი გამოსწორებლები არიან კი გადადიქცთ ახლა. დღეს მაგალითად უკრაინამ დაბომბა 1400 კილომეტრით დაშორებით საზღვიდან პერმი, ურალი. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინული დრონები უკვე ურალს ბომბავენ. ურალს რო ბომბავს, ეს ნიშნავს, რომ ბომბავს სამხედრო სამრეწველო კომპლექსს. ანუ რუსეთს დედა აღარ აყავს. დედა აღარ აყავს ნატო მრეწველობაშიც. ტრამპმა ვაჩუქა, რომ ერთი თვე მიდი გაყიდე ნატოვი, ოღონდ სოფლიო სამეფო კრიზისი არ იყოსო, სპარსეთის ყურის კრიზისიდან გამომდინარე. ისეც ვერ შეაყიდა. იმიტომ რომ უკრაინამ მესამედი ნატოვის მრეწველობისა და ნატოვის ბაზებისა დაუბომბა. ტუობს ეს დღესაც ცეცხლი გიზგიზებს. 3 დღის წინ დაბომბა დრონებით. მოკვდა 9 აპრილის ამეწერა ლაპარაკობდი 9 მაისის აღლუმი გააუქმა პუტინმა იმის შიშით რომ უკრაინულმა დრონებმა არ ხეთქონ თავში სამხედრო იმას აღლუმს მეტი რაღა უნდა მოხდეს რომ გავიგოთ რომ რუსეთის დაღმავალი ხაზი შემოუქცევადია საქართველო ორჯერ გათავისუფლდა წინა საუკუნეში ხო 1918 წელს და 1991 წელს. ორჯერვე ეს მოხდა რუსეთში უმძიმესი კრიზისის და სამოქალაქო ომის პირობებში. რაც ეხლაც ემუქრება. ბოლო დაშლა რუსეთის 1991 წლის მოხდა ავღანეთის ომიდან გამომდინარე. მაშინაც რუსეთის ბიუჯეტი 40% იყო სამხედრო ხარჯები, მაშინაც ჯექსონ ვენიკის აქტი ერქვა შეერთებული შტატების კონგრესმა აწეულების განმავლობაში დაუწყეცა სანქციები და არ იყო ფული მოკვდა იმპერია. იმპერიას თუ არა ფული წყდება და ამიტომ დაიშალა ის რუსეთი პლუს ჩვენი ეროვნული მოძრაობა. დღესაც ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს. უკრაინის ომი რუსეთისთვის იქცა ავღანეთის ომად. ჩააქცია მთელი თავისი ტრილიონები, რაც ჰქონდა რუსეთს ნახშოვნი. ამდენი ხნის განმავლობაში ნავთობის გაყიდვის მოკვდა სარეზერვო ფონდი აღარ აქვს. ინტერნეტს უთიშავს ხალხს, რომ სიმართლე არ გაიგო რუსებმა. ყირიან, ღნავიან რუსი მოქალაქეები, რომ ინტერნეტი რაღაცზე გაგვიჩეთო. თუ ვერაფერს ვერ აკეთებენ. სანამ არ პეპელიცა ეგეწოდებული საფრანგეთის ათხლიშას რომელიღაცა კრეანში პუტინს რომ გამოსავალი ეგ არის პუტინი უნდა მოკვდეს რომ რუსეთი გადარჩეს ამას გააკეთებენ შინაურები მეტი სამოსავალი არ არის ამას ატოყობ ვიცით გამოსავალი ჩვენი არის რუსეთის დასუსტება უკრაინის არმიის გამარჯვება არ დამარცხება ყოველ შემთხვევაში ეს პირობები დღესდღეობით გვაქვს საერთაშორისო პირობები არის საჩვენოდ ბორია ივანაშვილს უჭირს მაგის დიქტატურა არ გაიშვა გასაგებია ვერ გააკეთებს ეგ დიქტატურა მაგრამ რაც აქვს იმასაც კი ვერ ახორციელებს აქედან გამომდინარე დასკვნა დაჭდა ეთყობა დაჭდა პოლიტიკური პარტიები საზოგადოებრივი ორგანიზაციები კონსოლიდირებულად უნდა აწვებოდნენ. ჩართულია? გასაგას.
გამოსავალი რა არის მეთქი ამაზე ვლაპარაკობთ. როცა საერთაშორისო ვითარება ასე არის საჩვენოდ მოქცეული, როცა კოცები უკვე ვეღარ შეაბრუნებენ უკან ამ ჩამოქცევის პროცესს საკუთარი რეჟიმისას. როცა მას აღარ ყოფნის ძალა, აღარ ყოფნის ფული, რომ შეინარჩუნოს ეს რეჟიმი, თუნდაც რამდენიმე ათასი ძალოვანის მეშვეობით. აქ უმნიშვნელოვანესი არის ხალხის რეაქცია. არ გადავიდოდოთ იმის მოლოდინში, რომ სუპი გექნება. სუპი აღარ გექნებათ არავის. იმიტომ რომ სუპის ინდექსიც გაიზარდა, როცა გაიზარდა დემის გადასახადის. ამას სუპის ინდექს ვეძახი. ვიბრძოლოთ ერთად, ვიბრძოლოთ ბოლომდე. ცალკე პოლიტიკური მდგენელი, ეს ალიანსი ვარ, რომელიც ერთმანეთს რაღაცებს უტყოლებენ, უფრო დიდი აქვს, არავის არ არის დიდი. 40 წელია პოლიტიკაში ვარ და ვიცი ვის რა ხელა აქვს. ოდიში ამ ტრილიონური განცხადებისთვის და პლუს სახალხო პროტესტი უნდა გავიძენდეს და უფრო უნდა გაძლიერდეს. მიხარეთ და იმგავლეთ.